სალამი. ერთ საინტერესო ფენომენზე მინდა უკვე რამდენიმე დღეა ლაივის ჩაწერა და აი როგორც იქნა მოვნახე დრო. ცოტა მაქვს დრო, მაგრამ მე მგონი მოვასწრებ. თუ დაკვირვები ხართ, რომ არსებობს ესეთი ფენომენი, რომ არის ხალხი, რომელიც ერთი და იგივე ადგილს ტკეპნის მთელი ცხოვრება. და რას გულისხმობ? ავიღოთ ნებისმიერი რამ. მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ ვიღაცა მუშაობს, დამლაგებლად, ან მიმტანად, ან მომვლელად და ასე შემდეგ და ეს რა თქმა უნდა არის აბსოლუტურად საპატიო სამსახური, საპატივსაცემო და ასე ცხოვრობს ადამიანი. ეხლა აქ არიან ადამიანები, ვისაც თავიანთი პიროვნულობა და თავიანთი თვითგამოხატვა ჩადებული აქვთ აბსოლუტურად სხვაგან, ანუ საქმეს აკეთებენ იმისთვის, რომ თავი ირჩინონ და ეს აბსოლუტურად ნორმალურია. ერთ-ერთი გზა არის ცხოვრების და შესაძლოა არ ვიცი, პირობითად რომ წარმოვიდგინოთ, მე ვიცნობდი ესეთ ადამიანს, რომელიც სპეციალურად მუშაობდა ჭურჭლის მრეცხავად რესტორანში და არ უნდა არანაირი განვითარება, რომ თავისუფალი დრო ქონოდა ფიქრისთვის. თან ჭურჭელს რეცხავდა და თან ფიქრობდა. ანუ ფილოსოფიური აზროვნება ქონდა ამ ადამიანს, აინტერესებდა სხვადასხვა სახში მოდიოდა ფილოსოფოსების ნაშრომებს კითხულობდა, მერე აანალიზებდა ამას და ჭურჭლის რეცხვის დროს არავინ მოკლედ ხელს არ უშლიდა, რომ ეფიქრა და ეს მან აირჩია და ასე ცხოვრობდა. ეს საინტერესო кейსია, ხო? ასეთივე არის ძალიან ბევრი რამ არის ხალხი, ვინც ასე თუ ისე სხვადასხვა ადგილებში მუშაობს და მათთვის თქვათ არის პრიორიტეტი ოჯახი, შვილები და ასე შემდეგ. ანუ ფროიდის ენაზე რო ვთქვა, მათი ლიბიდოს ენერგია ჩადებული არ არის სამსახურში. რაღაცა სხვაგან არის და სამსახური ეს არის გადარჩენის, ოჯახის რჩენის და ასე შემდეგ საშუალება. და ამ შემთხვევაში ეხა ერთი და იგივე ადგილის დატკეპნა ძალიან ლოგიკურია. არ ჭირდება ეხა ამ ადამიანს არ უფიქრია რაღაც სამსახურში თავის ენერგიის ჩადება, თავის გამოვლენა და ასე შემდეგ. მაქსიმუმ შეიძლება იფიქროს, რომ თუ განვითარდება მეტი ანაზღაურება ქონდეს და ასე იზრუნოს და აუცილებლად თუ ის ამას გადაწყვეტს, გააკეთებს. მანდ ორი აზრი არ არის. მაგრამ ეხლა მინდა ყურადღება მივგაქცევინოთ სხვა ფენომენზე, რომ არის ადამიანი, რომელიც ძალიანაც უნდა რომ განვითარდეს, მაგრამ ვერ ვითარდება. აი ერთ ადგილს ტკეპნის, აი თქვათ დამლაგებელი იყო 20 წლის წინ, 15 წლის წინ, 10 წლის წინ, ეხლა 5 წლის წინ და ახლაც დამლაგებელია. ანუ ერთ და იგივე ადგილზე დგას ეს ადამიანი და თუ მოусმენ და კითხვას დაუსვავ, აი რა ხდება შენ, რატო ხარ ასე, ან რა ვიცი, აზრს თუ კითხავ, მოკეთ ის იტყვის, რომ ეს ჩემი უფროსები არიან ბოროტები, სამყარო ესეა მოწყობილი, რომ არ განვითარდე, პატიოსანი რო ვიყავი, ამიტომ დავიჩაგრე. რაღაც სხვები რო ცუდად იქცეოდნენ, მე კარგად ვიქცეოდი და ამიტომ არ წავედი წინ. ეს მოხდა, ის მოხდა. მოკეთ ძალიან ბევრ რაღაცას მოიყვან, სიტყვის რომ ქვეყანა არ ვარგა, მთავრობა არ ვარგა, ოჯახი არ ვარგა, ნათესავები არ ვარგანან. თან იცით როგორ არის, რომ ეს მხარე მედლისა მართლა არსებობს. ამიტომაც ძალიან რთულია. რომ განსაკუთრებით საკუთარ თავზე ვინც მიიღებს ახლა ამას, რასაც ვამბობ, ძალიან რთულია, რომ თვით საბოტაჟიდან ადამიანმა გამოაღწიოს. იმიტომ რომ ეს ტექსტები ახლა მე რაც წავიკითხე, რაღაც სიტუაციაში მეც მithქვამს, თქვენც გითქვამთ, ყველას უთქვავს. მაგრამ არის ხალხი, ვინც აი ამაშიც გაჭედილია. ანუ მათი წარმოდგენები გარე სამყაროს მიმართ ერთი და იგივეა და არ იცვლება და თქვათ ყველა უფროსი ბოროტია, ყველა აი სიტყვა ყველა რო წინ დადგება საერთოდ ფსიქოლოგიაში უკვე ცნობილია, რომ ეს არის თვით საბოტაჟი, ეს არის თავის მოტყუება და მცდარი რწმენები. იმიტომ რომ ყველა სიტყვა ვერ მიესადაგება რეალობას. რეალობა ცვლადია, ხან ასეთია, ხან ისეთია. მაგრამ ეხლა რო წარმოვიდგინოთ პირობითად არის მიმტანი, რომელიმე რესტორანში, რომელიც 20 წელი ან 25 წელია მიმტანია და არ უნდა რომ მიმტანი იყოს რა, უნდა განვითარება, მაგრამ მაინც მიმტანია. ამ ადამიანს აქვს ერთი პრობლემა. ყველა ასეთ ადამიანს. მას არ შეუძლია საკუთარი თავის გაკრიტიკება და საკუთარ თავში პრობლემის დანახვა და პრობლემას ხედავს მხოლოდ გარეთ. ეს არის გარანტია, თუ გარშემო ყველა ბოროტია და შენ არაფერი ნაკლი არ აქვს და უნაკლო ხარ, ეს არის გარანტია იმისა, რომ ერთ ადგილზე იქნება სტაგნაცია და გაყინვა. და რატომ ახლა? და საერთოდ ეს ბოროტი ფსიქოლოგები რო იცოდეთ, რომ მიხვალთ თერაპიაზე, აი სულ რო არ ვიცი რა ხდებოდეს და რა სიტუაცია იყოს თქვენ ცხოვრებაში, ხო, მაინც ეცდებიან და გკითხავენ, რომ აი შენ რა გააკეთე?
აი ამ კითხვას დაგისვავენ. და ძალიან ესა ზოგჯერ მართლა ესეთ დიდ კონფლიქტში ან იმაში რომ ხარ ძალიან გამაღიზიანებელია აი ფსიქოლოგი ამას რო გეუბნება რა. აი შეიძლება მოყვე რომ არ ვიცი ბანდიტი შემოვარდა თავს დამესხა სახლი გამიძარცვა თავში ჩამარტყა მცემა გამძარცვა და წავიდა და ამას რომ მოყვები და წარმოიდგინეთ ახლა ფსიქოლოგი როს ის და შენ რა გააკეთე აი ამას რო გეტყვის ხო აი შეიძლება გადაარტყა თავში რაღაც ისე გამწარდე. მაგრამ ეს ახლა გავაზვიადე, მაგრამ ამას აკეთებენ კარგი თერაპევტები და რატო აკეთებენ? იმიტომ რომ თუ შენც რამე გააკეთე, მაშინ რაღაცის შეცვლა შეგიძლია და თუ შენ იყავი უსუსური და აბსოლუტურად მოწყვლადი, ისე როგორც ცუნამის წინაშე, ან მიწისძვრის წინაშე, ან ლავა რო ამოიფრქვევა ახლა იმიდან რა ქვია ვეზუვიდან, ხო? და თუ იქ მოყევი ვერავინ გეტყვის რომ შენ რა გააკეთე ხო აი სტიქიური უბედურების წინაშე აღმოჩნდა რა უნდა გამეკეთებინა თუ ესეთი ვითარება აქ არაფერი შეგვიძლია თერაპევტს შეგვიძლია მხოლოდ მოვისმინოთ და გავიზიაროთ მწუხარება ადამიანის ხო ესეთი სიტუაციები არის ცხოვრებაში მათ შორის გლოვა ტრაგიკული შემთხვევები და ასე შემდეგ რაღაცის წინაშე ადამიანი არის აბსოლუტურად უსუსური მაგრამ ძირითადად განსაკუთრებით ახლა ამ სამსახურებრივ სიტუაციებში რაც აღწერე არის რაღაცა კამათლის ფენომენი, რომელიც დაგორავს, ვიღაცას გაუმართლა, ვიღაცას არ გაუმართლა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომელი ფსიქიკური წყობით, ინგლისურად mindset-ით და გნებავთ რწმენა წარმოდგენით, ეს ერთი და იგივე ფენომენებია, მსგავსი ძალიან. უდგება ადამიანი თავის სამსახურს თუ საქმეს თუ ასე შემდეგ. იმიტომ რომ შენ შევა ხმას არ იღებდე უფროსთან, მაგრამ თუ უფროსის წინაშე, როდესაც მუშაობ, არ ვიცი, მიმტანად, დადიხარ განწყობით, რომ ვაი შეუბედურო, შენ უნდა იყო უფროსი და მე უნდა ვიყო მიმტანი, აი ამას თუ ფიქრობ, ის ადამიანი ამას გრძნობს. და ეხლა მივალ იესო ქრისტეს სიტყვებთან თუ გახსოვთ. როდესაც ამბობს, რომ მონავ, იყავი კეთილი მონა, ნუ იქნები ბოროტი მონა, იყავი კარგი მონა და ამაზე არის ძალიან კონტროვერსიული კამათები და ამბები, რომ ეს როგორ თქვა ქრისტემ და თავისუფლება ხო საწინდარია ცხოვრების და მონა როგორ წაახალისა და მონობა და ვაი და ნუ ძალიან დიდი გარჩევებია ხოლმე, მაგრამ ავიწყდებათ კონტექსტი. ქრისტემ როცა ეს სიტყვები თქვა, იმ საუკუნეში იყვნენ მონები. და დღეს ერთადერთი განსხვავება არის, რომ შეგიძლია წამოხვიდე. და სხვაგან მიხვიდე და იქ იმუშაო, მაგრამ ჯამში საერთოდ რო არ იმუშაო და გაჩერდე, არ შეგიძლია. ნუ თუ რაღაც არ დაგიტოვეს, რაღაც ძალიან დიდი ქონება, რომელსაც შეგიძლია პარაზიტულად უბრალოდ მთელი ცხოვრება ჭამო. და ეგეც ცოტა მონობას გავს რო იცოდეთ. ამიტომაც მონობა, ასე ვთქვათ, უხეში ნათქვამი არის, მაგრამ რეალურად მომსახურება რაღაცის არის ჩვენი რეალობა. ადამიანს არ გაუვლია ალბათ დედამიწაზე, ვინც მომსახურებაში არ ყოფილა. და ნუ თუ საერთოდ არ ყოფილა, ეგ აღარ ვიცი, ეგ რაღაცა სხვა შემთხვევა. კარგად რო დააკვირდე, მაინც დამყოფი ხარ მანდ. არ ვიცი, ოჯახის წევრს უვლიდი ახლობელს, შეიძლება მუშაობდი მომსახურების სფეროში და ასე შემდეგ რა. ან ყოველ შემთხვევაში შენი ოჯახის წევრი მაინც მუშაობდა ვიღაცა. ანუ მაინც ეს იმ ეპოქაში აბსოლუტური მონობა რო იყო, ისეთი არ არის ახლა, მაგრამ ძალიან გავს ერთმანეთს ეს ფენომენი, როცა სამსახურში ხარ და მსახურებ ვიღაცას, რა თქმა უნდა გავს ძალიან იმ მონობას, რაც მაშინ იყო. ნუ განსხვავება დიდია, მაგრამ ფენომენი მსგავსია და როცა ქრისტე ეუბნება, რომ კეთილი მონა იყავით, რას ეუბნება, რომ თუ ხარ ეს მონა და ეგ როლი მოგცა სამყარომ და ნუ იბადებოდნენ მაშინ მონებად ხო მართალია და ჯერ არ იყო ეს აჯანყებები და ადამიანი არ იყო გათავისუფლებული ფაქტია რომ ასე ცხოვრობენ ჯობია რომ შენ კეთილად იყო განწყობილი და ეგრე იცხოვრო და შენი როლი კეთილად მიიღო და ეგრე შეასრულო ვიდრე იყო გაბოროტებული და ხრჯო იმიტომ რომ შენ თავსვე იზიანებ ამით და იგივე მდგომარეობა არის მაგალითად ეხა მიმტანი რომ დადის და გულში ფიქრობს რომ ეს ჩემი პატრონები არ იმსახურებენ რომ ფული აქვთ და ეს საზიზღრები და ყველა მდიდარი ადამიანი ბოროტია და ამას რომ განიცდის შინაგანად ხო იქ რა თქმა უნდა ამას გრძნობენ ჩვენ ადამიანები ტელეპატები ვართ და ნდობა არ არის და ნდობა თუ არ არის არ დაგაწინაურებენ რა და ჭკვიანი ბიზნესმენები და ანტრეპრენერები, ვინც ძირითადი ხალხია 80% ალბათ, ვინც წარმოქმნის დოვლადს, ხო და ფულს ქმნის. ისინი აი როგორ გითხრათ, ჰაერში იჭერენ პირდაპირ ვინ რა გაიფიქრა. გრძნობენ ამას. ისინი მეექვსე გრძნობით, გნებავთ ემოციური ინტელექტი და არქვით ამას, გრძნობენ ვინ რა განწყობით არის. ამიტომაც თუ ადამიანი გულწრფელად არის განწყობილი
და მას აქვს კეთილი მიზნები და ჩანაფიქრები, ვინც არ უნდა იყოს, აი შეიძლება დარაჯად დაიწყოს და აღმოჩნდეს CEO ან დირექტორი ან ძალიან წამყვან პოზიციაზე და მაგის მაგალითსაც მოგიყვანთ. და აი გასაღები ზუსტად მაგაშია ქრისტემ რო უთხრა კეთილი მონა იყავი, თუ ქემაინც ხარ ეს მონა, თუ სამსახურის პერსონალი, თუ ვინც არ უნდა იყო, თუ გულით და კეთილად აკეთებს საქმეს, ამაში არის განვითარება, ნახე, აღშენებლობა, წინსვლა. ეს თავისთავად ფიზიკის კანონია, თუ კეთილად ქმედებ, წინ მიდიხარ. სიკეთე თვითონ არის კეთებიდან, ხო, სიტყვა. და იმიტომ არის ეგრე ბრძნულად ნათქვამი, რაღაცის გაკეთება, რაღაცის აშენება, შემოქმედება და ასე შემდეგ მზარდი პროცესია. და სამაგიეროდ გამუდმებით ჩახვევა და გაკრიტიკება და ყველა ცუდია და მე კარგი ვარ, მე ნაკლი არ მაქვს, ესეც მაგონებს იგავებს სხვის თვალში, რომ ბეწვს ხედავს ადამიანი, ხო? და ესეთი მდგომარეობა არ არის მზარდი, ეს არის ჩაკეტილი სივრცე. და ჩაკეტილ სივრცეში ხა განვითარება არ იქნება, დაიტკეპნება ერთი და იგივე ადგილი. და აქ კიდე არის სხვათა შორის რო ცოტა გადაფრიკო მოიგებ თვითშეფასების პრობლემას. ნუ ადამიანი რომელიც ერთ ადგილს ტკეპნის, რა თქმა უნდა, ნელ-ნელა მას უზიანდება ეგო. ის ფიქრობს, რომ რა არის ყველა დააწინაურეს და მე რატო ტკეპნი ერთ ადგილს ნახე, ასეთ ფიქრებშია სინამდვილეში. თავის თავთან თუ გუწფელი იქნება. ამასაც ფიქრობს, რომ ეთყობა მე არ ვარგი ვარ. ხო და ესეთი ფიქრებიც, რა თქმა უნდა, შემზღუდავად მოქმედებს ადამიანზე. ამიტომაც ეს არის ჩაკეტილი წრე და აქედან გამოღწევის ერთი კარგი საშუალება არის, კარგად გავიხსენოთ, რომ საერთო ჯამში ეს ყველაფერი, ადამიანის მოგონილი თამაშებია. არ არსებობს დამლაგებელი და არ არსებობს დირექტორი და არ არსებობს, არ ვიცი, კიდე ვიღაც პატრიარქი თუნდაც. არსებობს ადამიანი, რომელიც გულით და შემოქმედებითად ქმედებს და არსებობს ადამიანი, რომელსაც ჩახვეული აქვს რაღაცა რწმენა წარმოდგენები, თვითსაბოტაჟი და ამიტომაც განვითარების ნაცვლად ჩაკეტილია თავის თავში. ეს ორი არსებობს მხოლოდ. დანარჩენი ისინია, დეტალებია. აი ფორდმა როდესაც თავისი პირველი ბიზნესი წამოიწყო, ყავდა დამლაგებელი, რომელიც იერარქიულად იქ ქარხანაში ყველაზე დაბლა იდგა. იქ იყვნენ, არ ვიცი, მექანიკოსები ესენი ისინი და ის დამლაგებელი იმდენად ერთგული და პატიოსანი და შრომელი ტიპი იყო, რომ 5 წლის მერე ქარხნის დირექტორი გახდა. ესე დააწინაურა ფორდმა. და ეს აქ კიდევ არის ისიც, რომ თუ თანასწორად აღიქვალ ადამიანს, რომ ისიც ადამიანია რა, ის ეხლა არის დირექტორი, თორე 10 წლის წინ ისიც მიმტანი იყო. აი 90% ყველა წარმატებული ბიზნესისა გინდა თუ მილიონერისა გინდა ვინც გინდა იყო რომ ოდესღაც შეიძლება ტუალეტს ხეხავდა ეს ადამიანი და წყნარად ხეხავდა ძალიან რა არ ქონდა ეს რომ ვაიმე ეს რას ვაკეთებ და აი მე რაღაც ისა ვარ იმპერატორი უნდა ვიყო და ტუალეტს მახეხინებენ ეს ბოროტი და ნაძირალა ხალხი ანუ ძალიან მნიშვნელოვანია რა მაინდსეტით ეხები რა ფიქსირებული განწყობით ეხები სამყაროს ოდესაც ქმედებ და ამას რა თქმა უნდა მოაქვს თავის შედეგები და ეხლა თუ ადამიანი თავიდანვე განწყობილია რომ კრიტიკაზე არის აცრილი იდეალური არის გენაცვალეთ და მთელი სამყარო ცუდია და მაიმუნები არიან თუ არ ვიცი ბოროტები არიან და ასეთები არიან და აი ამაში თუ ჩაიციკლა მონეტის ეს მხარე თუ დაინახა მარტო მათ განვითარება არ დადგება და ეს არის საკმაოდ ტრაგიკული მდგომარეობა იმიტომ რომ იფლანგება რესურსი. იმიტომ რომ აუცილებლად იმ ადამიანს, ვინც ახლა აი აქ არის ჩახვეული, ძალიან დიდი რესურსი აქვს, როგორც ყველას. მაგრამ თავისი რესურსისგან არის განცალკევებული, არც ეხება მას. იმიტომ რომ მას ახლა მთელი ენერგია, მთელი დრო და მთელი რესურსი ეხარჯება იმაზე, რომ ამტკიცოს, რომ სამყარო არის ბოროტი. და აი რატომ არის ის გაჭედილი. და სამყარო, რეალისტები რო ვიყოთ, არც ბოროტია და არც კეთილი, უბრალოდ არის. და აი ადამიანს კი შეუძლია რომ ან კონსტრუქციული იყოს და ან დესტრუქციული. და დესტრუქციას რაც მოაქვს ეს ნანახი გვაქვს უბრალოდ სამწუხაროდ კაცობრიობა ვერ სწავლობს ჭკუას. ძალიან ძნელი სასწავლია ეტყობა. მაგრამ კონსტრუქციულობას რაც მოაქვს ესეც ნანახი გვაქვს. არჩევანი თვითონ ადამიანზეა, მაგრამ ამას რომ ეს აღიაროს რომ არჩევანი აქვს და ასე შემდეგ ეძახიან პასუხისმგებლობის აღებას თერაპიაში. რომ აი რო გითხარით წეგან ბანდიტი რო შემოვა და დაგაწიოკებს და თერაპევტი რო გეკითხება შენ რა გააკეთე და მე უნდა თქვა რომ კარი გაუღე აი ესე იმიტომ ეგ არის რა შენაც გააკეთე მაგრამ ფაქტია რომ გაუღე
ძალიან წუხარ, ძალიან მტკივნეულია ხოლმე ამის აღიარება, მაგრამ გაუღეკარი რა. ანუ შანსი არ არის ცხოვრებაში რამე ხდებოდეს შენ თავს. გარდა კიდე გავიმეორებ რაღაც ცუნამის ან არ ვიცი დაბომბვის ატომური აფეთქების ეს კატასტროფები სხვა ამბავია, სხვა კატეგორია. აი ადამიანურ ცხოვრებისეულ დონეზე შანსი არ არის ცხოვრებაში რამე ხდებოდეს, რაშიც ხელი არ გირევია. იმიტომ რომ შენ არ ახარ უსუსური ბავშვი. შენ ხარ დასრული ადამიანი, რომელსაც შეგიძლია ხელის და ფეხის გამოძრავება, ან ისე ან ასე. და გინდა თუ არ გინდა შენი ცხოვრების შემოქმედი შენ თვითონ ხარ. ეს შეიძლება სასიამოვნო არ არის, იმიტომ რომ აი მონსტრები და ურჩხულები დადიან და ისინი გიფუჭებენ ცხოვრებას. ეს შეიძლება მესმის, რომ რაღაც მომენტში ესეც მართალია. უბრალოდ ამაზე კონცენტრაცია მაკარგვინებს ჩემ თავზე კონცენტრაციას. თორემ მე განა ვამბობ, რომ აი საქართველოში ხა ადამიანი რომ გამოვიდეს და თქვას, რომ რა საშინელი სიტუაციაა და ვაიმე ქვეყანა თავზე გვექცევა, აი რა უნდა უთხრა მართალია. უბრალოდ ამაზე თუ იფიქრე სულ 24 შვიდზე და შენ საკუთარ თავზე თუ არ იფიქრე, არაფერი არ იქნება. ამით არ შეიცვლება. შეგიძლია გააგრძელო ფიქრი. აი ესეთი კანონებია. და მინდოდა ამაზე მესაუბრა, რომ ანუ ადამიანი, რომელიც 25 წელი ერთსა და იმავე ადგილს ტკეპნის, ოღონდ ნებაყოფლობით თუ ტკეპნის ეგ სხვა ამბავია. იმას შეიძლება თავის შემოქმედებითი ბუნება აბსოლუტურად სხვაგანაა გამოვლენილი. აი შეიძლება მცენარეებს უვლის, შეიძლება ცხოველები უყარს, შეიძლება არ ვიცი, წიგნს წერს საერთოდაც თავისუფალ დროს ეს სხვა ამბავია. მაგრამ თუ იმ საქმეს აკეთებს, რაშიც არის ინვესტირებული, აი უყარს რა ის საქმე და მაინც ერთ ადგილს ტკეპნის, უნდა დაფიქრდეს, ძალიან მწარეა და მტკივნეულია, მაგრამ მე რას ვაკეთებო, უნდა იფიქროს. კი, ზოგჯერ არიან ცუდი მენეჯერები, ბოროტი ადამიანები ინტრიგებსაც ხლართავენ, მაგრამ კამათელი დაგორავს, სულ ეგრე არ არიან, ზოგჯერ კეთილებიც არიან. და თუ ყველა ფიქსირებულად ბოროტი მოჩანს, ესე იგი ჩემი ლინზები არ ვარგა. ნახე, აი სადაც არ უნდა წავიდე, მე ჩემ თავზე მოვატრიალებ. და ამას აქვს მეორე უკიდურესობა. ამასაც შევეხები და ესე დაგემშვიდობებით. არის ხალხი, რომელიც ყველაფერს თავის თავზე იყრის. და ეს ხალხი წარმატებას აღწევენ და წინ მიდიან და ვითარდებიან ძალიან. იმიტომ რომ გამუდმებით თავს იკრიტიკებენ, მაგრამ აქ რა არის პრობლემა? რომ ამათ უჭირთ რომ ცხოვრებაში სიამოვნება შეიგრძნონ. და რაიმე ტკბობა, რაიმე მხიარულება, რაიმე ბედნიერება ეს გამოსცადონ და მისცენ თავის თავს უფლება ამის. იმიტომ რომ ესენი კიდე არიან მეორე თვითგვემის პოლუსში. რა აი მაგალითად, არ ვიცი, შენობაში არის რა 11 სართულიანი შენობა, ამ 11 სართულზე არის ოფისები, ყველგან ვიღაცები მუშაობენ, ვიღაცები არ მუშაობენ და ერთი ადამიანი არის, არ ვიცი, რას აკეთებს და რაღაცა სწორად თუ ვერ გააკეთა, შეიძლება იფიქროს, რომ დაიღუპა მთელი ეს 11 სართულიანი შენობა, დაიღუპება ჩემ გამო. ნახე, ან იმ 11 სართულიან შენობაში თუ რამე პრობლემა გაჩნდა და კითხვა დასვეს, რომ ნეტა ვისი ბრალია, ეს ზის ესე და გული უცემს, რომ ნეტა ჩემი ბრალი ხო არ არის. ვაიმე, გადავხედო, მე რა ვიმუშავე, რა გავაკეთე, რამე მე ხო არ ვქენი, ეგრევე თავის თავს წნეხის ქვეშ მოაქცევს რა. ხო და ან მასწავლებელი არ ვარგა შეიძლება და ეს ამბობს, რომ ჩემი ბრალია, მე რომ მემეცადინა, მაინც ჩავაბარებდი. იმას აღარ უყურებს, რომ მასწავლებელი არ ვარგა. ეს მეორე უკიდურესობაა. ეს ახლა საქართველოში იშვიათია. საქართველოში უფრო პირველი კატეგორია და ამიტომაც არის, რომ ჩვენი ქვეყანა სტაგნაციაში არის თავით გაყოფილი და გაჭედილი. და იმის მაგივრად, რომ რაღაც კონკრეტული სპეციფიკური ნაბიჯები გადაიდგას პროგრესისკენ, აბსოლუტური აი ფანტასტიკის სფეროში არის ადამიანები თავით გაყოფილი და ვერ გამოიყვან იქიდან. ეს არის ძირითადი თავდაცვის მექანიზმი, რაშიც საქართველო ტრიალებს, რომ აი სხვები არიან ბოროტები. თან ეხლა როგორ გინდა რომ საქართველოს ეგუთხრა, რომ აბა შენ რა გააკეთე, იმიტომ რომ აგერ რუსეთი და აგერ ადრე საუკუნეებში თურქეთი თუ ისინი სელჩუკები და ისინი აი მოგიყვებიან, რომ ეს გვიქნეს, ის გვიქნეს, ეს გვიქნეს, მაგრამ ეს არის ფსიქიკა მსხვერპლის. და თუ შენ დაფიქრდები შენ რა გააკეთე და რა შეგიძლია ეხლა გააკეთო უკეთესად. აი ამაში არის ზრდა და განვითარება, მაგრამ სანამ სხვები არიან ბოროტები და სანამ მასონები მართავენ სოფლიოს და მე უძლურების ის მაქვს ილუზია ლამაზად შექმნილი, რომ რა აზრი აქვს მე რას გავაკეთებ, მაინც მასონები მართავენ სამყაროს და ვარ ასე გულხელდაკრებილი. ხო, ასე კარგი არაფერი არ იქნება. ხო, აი ამის თქმა მინდოდა და
მოკლედ დასკვნის სახით ისაა, რომ ეს უკიდურესობები ორივე არის ძნელი, ძალიან საკმაოდ ისეთი დაძაბულობის მომტანი ცხოვრებაში, წონასწორობა რა თქმა უნდა ისევ და ისევ არის გამოსავალი. თუ შეატყობ შენ თავს, რომ ძირითადად შენ თავს აბრალებ ყველაფერს, მე ძალიან მიყვარს ესეთი ადამიანები სუბიექტურად, იმიტომ რომ გამომიცდია ეგ მდგომარეობა და ძალიან კარგად მესმის როგორია. უბრალოდ გაახილე თვალები და გარეთაც გაიხედე და თქვი, რომ აი ტვინით თქვი რა, ემოციურად გავიგე, რომ შენკენ მოგაქვს. ტვინით თქვი, რომ კაი, მე ეს ეს გავაკეთე და აი 50% ხო აუცილებლად გარეთ გააკეთა ვიღაცამ. იმასაც შეხედე, იმან რა დააშავა თუ გააკეთა თუ იმის პასუხისგებლობა რა იყო თუ რა იმოქმედა, ხო? და თუ მთელი სამყარო ბოროტია და შენ ერთადერთი კეთილი ადამიანი ხარ, აი უმაგრესი ვიღაცა იქნები თუ შეძლებ რომ მოატრიალო შენ თავზე ეგ და თქვა რომ აი მე რა გავაკეთე და ამას გულწრფელად უპასუხო. ამას უნდა ძალიან დიდი სულიერი ძალა, ძალიან დიდი ფსიქიკური ძალა, იმიტომ რომ ადამიანი რაც უფრო დიდი ხანი ეჩვევა რომ სამყარო ბოროტია, უფრო ძნელია იქიდან გამოსვლა. ძალიან ძნელია. თუმცა ძალიან მიჩვეულია ამას, რომ სხვების ბრალია ყველაფერი და ეს რაღაცნაირად მას ფსიქიკურად აწონასწორებს და თუ ამხელა ნაბიჯის გადადგმას ის შეძლებს, რომ თავისკენ მოტრიალდეს. აი რამხელა ცვლილებები წამოვა, იცი და რამხელა რესურსი ამოიფრქვევა, წარმოდგენაც კი გაგიჭირდებათ. ეხა შეგახსენებთ, რომ მე და ბარბარა პომპე უკვე კარს მოგვადგა 22, 23 და 24 მაისს ვატარებთ 3 დღიან სხეულზე ორიენტირებულ ვორქშოპს, სადაც მარტივად შეგიძლიათ მოკლე გზით გადალახოთ, არ ვიცი, ნევროზები, შიშები, შფოთვები, ბევრი რამ. იმიტომ რომ სხეული არის ძალიან მოკლე გზა გაჯანსაღებისკენ. ჩვენი ფსიქიკა სხეულში არანაკლებ არის მოთავსებული, ვიდრე ტვინში. დეტალებზე დამიკავშირდით, ევრივე ის წევრებისთვის არის ფასდაკლება ვორქშოპზე და კიდევ არის ერთდღიანი ვორქშოპი 27 მაისს დღის მეორე ნახევარში. თალთ მეორე ნახევარში არა, ნუ ეს 11-ზე 12-ზე დაიწყება. და მან TAT არის ესეთი ტექნიკა, რომელიც საქართველოს ჯერ არ იციან და ბარბარა აპირებს, რომ აი ეს ტექნიკა წარადგინოს. მაგასაც ჩაეწერით და დაესწარით. და ბოლოს ჩემმა შვილმა 9 წლის დანიელმა მთხოვა, რომ მაგის YouTube ჩენელი გავარეკლამო ამ ლაივში და გამოიწერეთ საინტერესო ვიდეოებს დებს, რომ თუ გაინტერესებთ ახალი თაობა საერთოდ სად არის თავის აზროვნებით და საერთოდ აბსოლუტურად სხვა სამყაროებს ქმნიან ვიდეოებში გამოიწერეთ. მე ხლა კომენტარში დავდებ ლინკს, იმიტომ რომ ვერ ვიმახსოვრებ, AI ტრიკ ქვია მე მგონი, მაგრამ ვერ ვიმახსოვრებ ჩენელის სახელს და დაგილინკავთ პირდაპირ. აი ესე ველოდები თქვენს მესიჯებს, 2 ადგილი მაქვს უდარჩენილი ვორქშოპზე. აბა ლამაზი დღე.